დასტურა. ახლა მთავარი ამბების კითხვებს თბილისის მერი დავით ნარმანია უპასუხებს. საღამომშვიდობისა ბატონო დავით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. და პირველი შეკითხვა. რამდენად მაყურებელი დარჩით დღევანდელი შეხვედრით? თქვენს ყველა შეკითხვას გაეცა თუ არა პასუხი? საღამომშვიდობისა, მოგესალმებით, ვიესალმები ტელემაყურებლებს. დღეს ჩვენ გქონდა კომპანია City Park-ის საქმიანობის მოსმენა, რომელმაც 4 საათი გასტანა. საკმაოდ დეტალური განხილვა ჰქონდა თავდაპირველ ეტაპზე კომპანიამ წარმოადგინა მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, რომელიც ჩვენი მხრიდან შეფასდა არადამაკმაყოფილებულად, ვინაიდან იყო არარეალურად ციფრები წარმოდგენილი და ასე ვთქვათ, განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა, არამედ იყო პიარულად შეფუთული პრეზენტაცია, რომელიც ასე ვთქვათ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებდა ჩვენს მხრიდან. აქედან გამომდინარე ჩვენ ქონდა სხვა საკითხები და სხვა კონკრეტული კითხვები, რომელიც დაუსვით კომპანიის ხელმძღვანელობას და წარმომადგენლებს. ნაწილობრივ მივიღეთ მათზე პასუხი, ნაწილობრივ ვერ მივიღეთ. როგორც ჩანს, კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი ან არ ერკვევა, ან ვერ ერკვევა, ან განზრახ მალავს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ თავის დროზე როგორ შემოვიდა კომპანია City Park-ი, რატომ მოხდა 3 ცვლილება ხელშეკრულებაში და რატომ აისახა ეს ნეგატიურად დედაქალაქის მოსახლეობაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ შემდეგ უკვე სიღრმისეულად შევედით განხილვებში, მათ შორის რამდენიმე წევრი თბილისის საკრებულოდანაც ესწრებოდა განხილვას, მათაც ჰქონდათ კონკრეტული კითხვები და ბოლოს უკვე გავაკეთეთ გარკვეული შეჯამება, ანუ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა კომპანია City Park-ისგან, რათა უფრო მეტი დეტალების შესახებ ინფორმაცია მივიღოთ, რაც ჯერჯერობით ჩვენ არ გაგვაჩნია და თვის ბოლომდე, ანუ ამ შემთხვევაში სექტემბრის ბოლომდე ვიფიქროთ იმაზე, რომ ორივე მხარემ ერთმანეთს წარუდგინოთ წინადადებები ხელშეკრულებაში. რა ცვლილებებზე შეიძლება იყოს საუბარი ამ ხელშეკრულებაში? ვინაიდან საზოგადოება არ იცნობს ამ ხელშეკრულებას და თქვენ აპირებთ ხვალ გამოაქვეყნოთ ვებგვერდზე, თქვენ რა თქმა უნდა საკითხი გაქვთ ეს ხელშეკრულება, იქნებ გითხრათ რა არის მიუღებელი თქვენთვის პუნქტობრივად ამ ხელშეკრულებაში? ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ამ ხელშეკრულებას ვეცნობოდით დეტალურად. ხელშეკრულების თავდაპირველი ვარიანტიც და შემდგომი 3 ცვლილებაც კონკრეტულად კომპანია City Park-ის ინტერესებს ემსახურებოდა. მე ამას ხაზგასმით აღვნიშნავ და იქ არ იყო დედაქალაქის და მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ხელშეკრულების ყოველი ცვლილების შედეგად უარესდებოდა მდგომარეობა მძღოლებისთვის, უარესდებოდა მდგომარეობა დედაქალაქისთვის და აქედან გამომდინარე გქონდა ჩვენ სწორედ ეს კითხვები. ხელშეკრულების, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ფორმით ცვლილება ან იგივე ტარიფებთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც შეიძლება თბილისის მთავრობამ განახორციელოს, აუცილებლად უნდა აუმჯობესებდეს კომპანიის ინტერესებს და არა ქალაქის ინტერესებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კაბალური პუნქტია ხელშეკრულებისა. მეორე, თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ იქნა შესრულებული ჩვენი მხრიდან ან დაირღვა ხელშეკრულება ცალმხრივად, ესეთ შემთხვევაში კომპანია ჩივის ამას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში და პირდაპირ არის მითითებული მილიონობით თანხა, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში. მათ შორის ცვლილებები როცა მოხდა, ცვლილებების შედეგად 25-დან 50 ლარამდე ტარიფი ყისიერად გაიზარდა. მაგალითისათვის თქვა 2010 წლის 27 სექტემბერს მომართა კომპანია City Park-მა თბილისის მთავრობას, რომ მათ გაეზარდათ მნიშვნელოვნად ხარჯები და მოითხოვა ტარიფის მინიმუმ გაორმაგება, რასაც ყისიერად უპასუხა თბილისის მაშინდელმა მთავრობამ და მეორე დღესვე 28 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით და 25 ლარიანი City Park-ის მოსაკრებელი გახდა 50 ლარი და იგივე გადაწყვეტილება ძალაში შეიყვანა მესამე დღეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, მაშინ როცა დგებოდა უკვე თითქმის ყველა მძღოლისთვის City Park-ის ახალი საფასურის აღების ვადა, რითაც ესეთი სწრაფი და მყისიერი გადაწყვეტილებით დამძიმდა მძღოლების მდგომარეობა. ჩვენ ვერ ვერანაირი მოიხსნა პასუხისმგებლობა და თქვა, რომ აი ეს ტარიფის უეცარი ზრდა იყო გიგი უგულავას ინიციატივა და არა მათი. ჩვენ ძალიან საოცარი კომენტარი მოვისმენთ კომპანია City Park-ის ხელმძღვანელისა, რომელმაც თქვა, რომ ჯერ გიგი უგულავა გამოვიდა ტელევიზიიდან და დაანონსა, რომ აუცილებელი იყო ხელშეკრულების ცვლილება და ტარიფის გაზრდა. შემდეგ კომპანიამ ამას ადეკვატურად უპასუხა წერილით და დაეთანხმა ამ ყველაფერს და ძალიან სწრაფად წავიდა პროცესი, რაც საფუძვლიანებს ბადებს იმისა, რომ დედაქალაქის მთავრობასა და კომპანია City Park შორის წინასწარ არსებობდა გარიგება და უბრალოდ ეს სატელევიზიო გამოსვლა და იგივე წერილების მიწერ-მოწერა იყო ამ ყველაფრის
შეფუთვა რომ მიიღოთ ესეთი გადაწყვეტილება. ბატონო დავით, ეს საკრებულოს წევრებმა ზუსტად ამ პერიოდისთვის ჩვენ უნდა დავწმუნდეთ იმაში, რომ დამძიმებული იყო კომპანია City Park-ის მდგომარეობა და რომ მის მიერ გაწეული ხარჯები აღემატებოდა შემოსავლებს, რომელსაც ის ღებულობდა 25 ლარიანი ტარიფის შედეგად და მხოლოდ ამის შემდეგ დავწმუნდებით და დავეთანხმებით იმას, რომ 25-დან 50 ლარამდე ტარიფის ბატონო დავით, დღეს საკმაოდ მძიმე ბრალდებები ისმოდა საკრებულოს წევრთა მხრიდან, რომ ისინი კორუფციაში დებდნენ ბრალს City Park-ს ინვესტორს. თქვენ თუ ეთანხმებით აი ამ ბრალდებებს და თქვენი პოზიცია როგორია? საკრებულოს ზოგიერთი წევრი მაშინაც საკრებულოში იყო, ამ შემთხვევაში მე ჯაბა სამუშიას გულისხმობ, რომელიც თავიდანვე ადევნებდა თვალყურს City Park-თან დედაქალაქის ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მას აქვს არაერთი წერილი მიწერილი City Park-ის ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე და სულ ყველა წერილი იყო აბსოლუტურად იგნორირებული. არც მაშინდელი თბილისის მთავრობა არ აძლევდა საკრებულოს წევრს ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი ბადებს ეცვრა საკრებულო იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ყოფილიყო გარიგება დედაქალაქის მთავრობასა და კომპანია City Park შორის, თუმცა ეს ჩვენს კვლევის, ასე თქვა, შესაძლებლობებს აღემატება და საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დადონ ამასთან დაკავშირებით თავიანთი დასკვნა, რაზეც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მიმდინარეობს მუშაობა. ბატონო დავით, კიდევ ერთი შეკითხვა. შეიძლება იყოს თუ არა საუბარი, როდესაც თქვენ ხელშეკრულების შეცვლას დააპირებთ, ტარიფების დაკლებაზე და ასევე რამდენად შესაძლებელია საერთოდ ხელშეკრულების მოშლაზეც იყოს საუბარი, თუ დაუშვათ City Park-ი არ დათანხმდება. რამდენად გაქვთ თქვენ ამის ბერკეტი? ვინაიდან თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან დიდი ტარიფის იქნება გადასახდელი. ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ ტარიფის დაკლების შესაძლებლობა არ გვაქვს, ვინაიდან სწორედ ეს კაბალური ხელშეკრულება გულისხმობს და მის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს იმას, რომ ტარიფებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება შემცირების თვალსაზრისით აუცილებლად მეორე მხარის თანხმობას საჭიროებდა. კომპანია City Park-მა დღეს განაცხადა, რომ ის არ დაგვეთანხმება, თუ ჩვენ მათ მიმართავთ ტარიფის შემცირების მოთხოვნით. ამიტომ ჩვენ სხვა სამართლებრივ ნორმებს და შესაძლებლობებს მოვძებნით აუცილებლად და გვინდა რომ ტარიფის შემცირებაზეც ვიმუშაოთ, თუმცა რა გამოგვივა ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, ვერ ვხედავ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება გასაჩივრებასთან დაკავშირებულ ნაწილს, ახაც როგორც უკვე აღნიშნე, ხელშეკრულება კაბალურია, ვინაიდან უზარმაზარ ჯარიმებს ითვალისწინებს. თქვენ კარგად გახსოვთ, როცა ჩემიდან იკამელიას სატელევიზიო დებატები შედგა მეორე ტურის წინ, მან მე წამომაძახა ის, რომ ვერ გავწყვეტდით ჩვენ კომპანიასთან ხელშეკრულებას, ვინაიდან დედაქალაქს მოუწევდა 60 მილიონი ლარის გადახდა და ჩვენ და სამწუხაროდ მას ეს ეამაყებოდა. ეს საამაყო არ არის, ეს არის სამარცხვინო, რაც დედაქალაქის მაშინდელმა ხელისუფლებამ დააკეთა და ესეთი კაბალური ხელშეკრულება დაადო. ბატონო დავით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებთან დაკავშირებით თქვენ დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ ასე ვთქვათ დაგადანაშაულად, რომ არ გამოიყენეთ საკრებულოს სარევიზიო კომისია და მერე შიდა აუდიტი და პირდაპირ მიმართეთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. რა პასუხს გასცემდით ამ ბრალდებას? საკრებულოს სარევიზიო კომისია და იგივე მერიის და აუდიტის სამსახური ვერ მოახდენს ამხელა უზარმაზარი უწყებების საფინანსო სარევიზიო საქმიანობის შემოწმებას. გარდა ამისა, ეს მათი ფუნქციაც არ არის. ჩვენ ძალიან ბევრი დარღვევა დავინახეთ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მერიის ქვემდებარე ორგანიზაციებში. ეს არის უსაშუალოდ მაღალი შრომის ანაზღაურებები, რაც ხშირ ზოგიერთ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თანამდებობის პირებისთვის გაიცემოდა. ერთი და იგივე ადამიანი 2 და 3 ადგილას მუშაობდა. საიდან გამომდინარეც ამ კომპანიების ბიუჯეტიდან გადიოდა უზარმაზარი თანხა, ეს აკლდებოდა ამ კომპანიების ფინანსური მდგომარეობა უარესდებოდა და ისინი ითხოვდნენ შემდეგ უკვე დედაქალაქის ბიუჯეტიდან სუბსიდიას, ანუ ფინანსურ შემწეობას და ეს ყველაფერი აკლდებოდა ბიუჯეტს. ასევე არის სხვა ნაწილში სადაო თანხების, ასე ვთქვათ, გაწევის შესახებ ინფორმაცია, ამიტომაც ჩვენ გვინდოდა რომ მთლიანად მათ შორის დიდი ნაწილი ამ ორგანიზაციებისა ბოლო წლების განმავლობაში არ შემოწმებულა. ამიტომ ჩვენ გვინდოდა რომ შემოწმებულიყო ყველა ორგანიზაცია, გვენახა სად არის მოწესრიგებული ბუღალტერია, სად არის დარღვევები, რომ ის შესაძლო დარღვევები რაც შეიძლება ჩვენც დაუშვათ მომავალში, გვიჩვენოს ამ შემოწმებამ და არ დაუშვათ მომავალში ესეთი დარღვევები, გავასწოროთ ყველაფერი და მოწესრიგებული გზით ვიმუშაოთ. სწორედ ესედო
საფუძვლად ჩემს გადაწყვეტილებას, რომლითაც მე მივმართე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ამ ორგანიზაციების საფინანსო სამეურნეო საქმიანობის რევიზიასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა. მთავარი ამბების კითხვებს თბილისის მერი დავით ნარმანია პასუხა.